ადგილას, ხო? მაგრამ საბჭოთა კავშირის პრაქტიკულად სამა თაობამ გაიზარდა ღვთის სიტყვის გარეშე. შიმშილი იყო სულიერი. ეხლა ვინც იყო იშვიათი გამონაკლისები, უბრალოდ ისინიც დევნაში იყო. ფიზიკურად ბიბლიას ვერ იშოვიდი. საქართველოშიც მე მინდა გითხრათ რომ პირდაპირ გეტყვით. აი 77 წელს როცა პატრიარქი ილია მეორე გახდა პატრიარქი, მის შემდეგ საქართველოში დაიწყო ლიტერატურის ბეჭდვა. თორემ არ იყო ფიზიკურად, აი ვიღაცას თუ საიდანღაც როდისღაც რაღაცა ბიბლია რო ქონოდა ეს ისეთი იშვიათობა იყო, აი თქვენ ეხლა რომ კოსმიური ხომალდის რაღაცა ძრავის ნაწილი რო გედოს სახში. ეხლა რამდენ ადამიანს უდევს სახში? იმდენად იშვიათი იყო და მე მახსოვს რომ აი უწმინდესის მიერ და თანაც პატრიარქი, აი ძალიან კლასიკურად გააკეთა. ადგა და პირველად გამოუშვა კალენდარი. და კალენდარში წმინდა 4 თავი დაბეჭდა. მახსოვს უკანა მხარეს რო იყო, ხო რომ მოხდებოდა. ჯულის კანონიც ხომ ან ჩააკია, გახსოვთ მამო. სხვადასხვა ყოველ წელიწადს რაღაცას კიდე იმას, იმიტომ რომ არა და აი მე მახსოვს ეს იგი რაჭკვიანურად გააკეთა პატრიარქმა და რა ის დაუჯდა მას მერე თქვენჩით, აი პირდაპირ ბრძოლა დასჭირდა. აი ჩათვალეთ, აი ხო იცით ეს ბაგირის გადაწევა, ხო გინახეთ ეს სპორტი, აი საწყალ პატრიარქს რომ აქედან მარტო იდგა და იქიდან მთელი საბჭოთა ხელისუფლება, რომ მას ესე იგი მიეცა ნებართვა და პირველად 5000 კალენდარზე მოგვეცა ნებართვა. მერე ისეთი პოპულარული იყო, მიხვდნენ, უნდათ შეეკვეცათ ტირაჟი. მერე ამაზე რამდენმა პატრიარქმა რამდენი იწვალა, რამდენი რაღაცა, მერე მოახერხა პატრიარქმა და წმინდა 4 თავი ცალკე დაიბეჭდა, ბიბლია ცალკე დაიბეჭდა და აი ეს ყველაფერი, მაგრამ რა არის იცით, აი დღეს სალმონი მამა, სალმონსაც ხო ატარებდა. ხო, მაგრამ დღევანდელ დღეს იცით რა ხდება? აი ძალიან ბევრი ადამიანი ამაზე რო ისმეს, ვინც დაიბადა 88 წლის შემდეგ რაღაც ისა, მათთვის ეს რასაც მე ახლა საუბრობ, ფარატინა ქაღალდიანი. იმათ არ ესმით რა სირთულეებთან იყო. ეხლა რა მოხდა ბიბლია დაიბეჭდა. იმ დროს ეს იცით რა სირთულეებთან იყო? აი ჩათვალე, აი თქვენ რო წეღან ახსენეთ დავით აღმაშენებელთან აი ეს მებრძოლები, აი დაახლოებით იმ აი არავით არის სხვაობა არ არის იმ ბრძოლის თო იქ მაინც შენ შეგიდო და აი შენ ამ სახელმწიფოს წინაშე ყველანაირად უძლური იყავი. აბა შენ ერთი კაცით რა მაგარი პატრიარქი ყო. და აი პატრიარქმა ძალიან ბევრი იზრუნა, აი